პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. ძალიან მიხარია რომ უკვე აქ შემოხვედით და ვიწყებთ უკვე ჩემი მეოთხე მასტერკლასია ეს. გაგეცნობით, მე ვარ გიორგი ჟვანია, Smart Academy-ის ვიდეოგრაფი და მემონტაჟე. უკვე 5 წელია რაც ამ პროფესიაში ვარ და რა თქმა უნდა, ჩემი პროფესია მარტო აკადემიაში გადაღებით არ ხდება, სხვადასხვა პროექტები, იმიტომ რომ ზოგადად ცდილობ ხოლმე რომ ჩემს კარიერაში სხვადასხვა სახის ვიდეოები გადავიღო, უფრო ხედვა გავიუმჯობესო და სხვადასხვა სტილის ვიდეოებს ვიღებ. ეხლა გავაზიარებ ეკრანს. შეგახედებთ ჩემს პატარა საიტს, სადაც მაქვს პატარა ვიდეოები ატვირთული და შეგვიძლია რომ მაგას გადავხედოთ და უკვე უშუალოდ გადავალ მასტერკლასზე. აზიარებ ხომ? კი. ნუ სანამ გადავიდოდი შენ საიტზე, მინდა ერთი რაღაცა გითხრათ, რომ ზოგადად როცა პირველი ლექცია იწყება ხომ, მასტერკლასის მე უკვე ბავშვები ვიკლებებით, ძალიან ზოგადად ვქნით ხოლმე ძალიან მეგობრულ გარემოს. და აი მეგობრულ გარემოში ჩვენ 9 ლექციაში რაც გვაქვს თვითონ სილაბუსი 9 ლექცია, ის ყოველ დღე გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია, დავალებებს როცა მივცემთ ხოლმე, სულ კითხვები ისმება ჩვენს ჩატში, რომ აი როგორ გავაკეთო, რა გავაკეთო, ამაში ბავშვებიც ერთმანეთში ეხმარებიან ესე ვთქვათ. ასევე დღესაც იგივე გარემო უნდა შეიქმნას მასტერკლასზე, რადგან ჩვენ 2 საათიან არის საათნახევარიან მასტერკლასზე, უნდა დაისვას ძალიან კითხვა, რომ ერთმანეთს გავიცნოთ, გავერკვეთ რა კითხვები გაქვთ, რომ მაგის მიხედვით გადავწყვიტოთ პრემიერის შეძენა და ჩემთან ერთად 9 ლექციის გავ. ეს არის ჩემი საიტი. მაქვს პატარა ვებგვერდი, სადაც დამკვეთად ვგზავნე ხოლმე ჩემს გადაღებულ ვიდეოებზე დამონტაჟებულს. როგორც გითხარით, ძალიან ბევრ პროფესიაში მაქვს ესე რომ ვთქვათ, თავი შეყოფილი, იმიტომ რომ ვცდილობ ხოლმე რომ სხვადასხვა ხედვა უფრო სხვანაირად ხდება ჩემი გადაღებულები და მაგალითად აკადემიაში ვიღებთ როგორც ლექტორებს, ისე სტუდენტებს, ეს არის ახლა სტუდენტების ვიდეო, გვაქვს ასევე YouTube პოდკასტი, ცოტა ხანს შეჩერებულები ვართ, მაგრამ აუცილებლად გაგრძელდება, სადაც ვიღებთ საინტერესო ხალხს. ასევე ბევრი YouTube-ართან მითანაშრომლია, როგორც ჰამაკი, უბანზე და ეხლა დღესდღეობით ეხლაც ვარ ერთ-ერთ YouTube-თან კოკოტასთან, სადაც ვიღებ და ვამონტაჟებ ვიდეოებს. ეხლა შეგვიძლია გადავიდე თერმულ მასალაზე. სხვათა შორის ვიდრე გიო შენ დაამატებ, ანუ ეს კი არის ვიდეო მონტაჟის მასტერკლასი და სულ ციკლს გაჩვენებს, მაგრამ არ ვიცი სილაბუსი თუ გინახავთ, იქ გვაქვს ერთ-ერთი შეხვედრა, ვორქშოპი არის სეტის აწყობა, სადაც ვაჩვენებთ როგორ ხდება ხოლმე გადაღების მოედანზე სცენის მოწყობა, განათების დაყენება და ასე შემდეგ ამ ყველაფრის შერჩევა. გარდა მაგისა, ვასწავლით სტუდენტებს voice-over-ი როგორ ჩაწერონ სუბტად, რომ ეს ხმაც იყოს იდეალურად ჩაწერილი მასალისთვის. ანუ მასტერკლასი ბოლოს უკვე რაც გვაქვს, სეტის აწყობა, დანიშნული რამე. პირველ რიგში არის ის, რომ 9 ვინც ვიქნებით, თუ ვინც ვიქნებით სტუდენტები, ყველა ერთად ვიგრებებით და იწყობა სეტი, ერთი განათება როგორ ამოანათებს სახეს, მეორე განათება, მეორე ფერადი განათება, რომელიც მე მაქვს ჩემს სახეზე განათებული, აი როგორ შეიძლება შექმნათ საინტერესო სეტი. არის ხოლმე მომენტები, არის მაგალითად თვითონ დაყენებულ კამერასაც ძალიან ბრტყელია ხოლმე კედელი და ძალიან ცუდად ჩანს, უბრალოდ სიბრტყე არის და მაგას ვფიქრობთ ერთად და ვალაგებთ ზუსტად როგორ შეიძლება კამერის დაყენება, რომ უფრო სივრცე გამოჩნდეს, აღიქმეოდეს საძის ადამიანი და ესე საინტერესო ბორო ლექცია გვაქვს მაგისთვის. ხმასაც ვიწერთ, გვაქვს ერთ-ერთი პროფესიონალური მიკროფონები. ამ ეტაპზე DJI-ის მიკორის მიკროფონებით უსმენთ, არის ხოლმე მაგალითად თვითონ დავალებების პერიოდში, როცა ვაძლევ დავალებებს, არის ხოლმე რომ მარტო მარჯვენა ყურში ესმით ხოლმე ადამიანის ხმა. და იყო კითხვა თუ რატო არ ისმის ორივე ყურში. აი მაგიტომ უხსნით ხოლმე ბოლო ლექციაზე, თავიდან თეორიულად უხსნით, თვითონ პრაქტიკაში პრემიერში თუ ანახეთ ხოლმე, რომ რატომ ვიღებ მარტო ისე, რომ მარტო ერთ ყურში ისმოდეს და მეორეში არ. მე უკვე პრაქტიკაში როცა მოდიან ამ კურსას მის ვაკეთებინებ და განსხვავება ერთ ყურში ჩაწერა და ყურს ჩაწერა შორის, მაგასაც ვუხსნით ხოლმე ყველაფერს საბოლოო ჯამში ამ 9 ლექციაში
ძალიან საინტერესო მასალა წაიღონ ჩვენ. კარგი, ეხლა გადავალ უკვე ჩემს პრეზენტაციაში და ნელ-ნელა დავიწყებ რაღაცების ახსნას. ესე იგი, რა არის Premiere Pro? Premiere Pro არის ერთ-ერთი პროფესიონალური სამონტაჟო პროგრამა, სადაც პროფესიონალური ვიდეო გრაფები, იუთუბერები, კინოს კი დამონტაჟებულ აქვს და თვითონ ამ ჩემს პრეზენტაციაშიც მაქვს ნახსენები და მაგაზეც უკვე როცა გადავალ ახსნით თუ რატო აკეთებენ Netflix-ის გადაღებები და რატო ამონტაჟებენ Premiere-ში. ისტორიას მოგიყვებით Premiere-ის, ესე იგი 2003 წელს გამოვიდა თვითონ Adobe Premiere Pro, მაგრამ 1991 წელს მარტო გამოვიდა Adobe Premiere და 2003 წელს Pro დაემატა და გახდა Adobe Premiere Pro. ამას აქვს, რა თქმა უნდა, თავისი ძირითადი ფუნქციები, სადაც უშუალოდ ვიყენებთ ხოლმე Premiere-ში მონტაჟის პროცესში. გვაქვს timeline editing. რას ნიშნავს ახლა timeline editing? ესე იგი, არის გრაფა, სადაც უშუალოდ გვიწევს ატყობა იმის თუ რა მაგალითად მუსიკის დადება, კადრების ერთმანეთის დალაგება, რაღაც ანიმაცია თუ დაგვჭირდა, მაგ ანიმაციების ერთმანეთის დალაგება და სხვადასხვა სახის ეფექტების დაწყობა ერთ სივრცეში. აი, სადაც გალურჯებული არის, აი ამ სივრცეში ხდება თვითონ პროცესი, აქ ვაწყობთ ყველაფერს, მაგალითად ახლა მაგ ორი timeline-ზე მაგ ვიდეო გაკეთებული, მაგალითად ერთი არის აი ეს ვიდეო, ზევით მაგ მაგალითად ფერების კორექციიდან adjustment layer-ი დადებული, სადაც თვითონ adjustment layer-ზე მიდის ფერების კორექცია და უფრო საინტერესო ფერები დავადოთ ვიდეოს. მე აქ უკვე მარტო ფერების კორექცია არის, აქ უკვე აი დაბლა, აი ამ ხაზი, სადაც აი აქ ხედავთ, აი ამ ხაზის დაბლა, მარტო მუსიკები, ეფექტები, საუნდ ეფექტები იდება, ამის ზევით უკვე ვიდეო, ფოტო, ყველა მასალა, რაც შეიძლება გამოისახოს ეკრანზე. ზევით გვაქვს, სადაც უკვე გვიჩანს ჩვენი გაკეთებული ვიდეო, აქ რო მუშაობთ, აქ გვიჩანს, რაც ვაკეთებთ ამ სივრცეში. გვაქვს ეფექტ კონტროლები, პოზიციის შესვლა, უდრაო მიზუმვა, გამოზუმვა, როტაცია და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები გვაქვს Premiere-ში. ასევე ჩვენ შეგვიძლია timeline-ი ისე მოვაწყოთ, რომ ჩვენთვის ძალიან მისაღები იყოს. აი მაგალითად ასე, ეხლა მე სადაც ვზივარ, მაქვს 3 ეკრანი, 2 დიდი ეკრანი, 1 ლეპტოპი. როცა Premiere-ში მონტაჟს ვიწყებ ხოლმე, მაქვს აკეთებული ესეთი რამე, მაგალითად power ეკრანზე აქ საიდანაც თქვენ მიყურებთ, მაქვს უბრალოდ AI-ის timeline-ი, სადაც ახლა ვისაუბრე, თლიანად დიდ ატმა გაშლილი, რომ ყველაფერს კარგად ხედავდე, მეორე ეკრანზე მაქვს პროგრამა, სადაც უკვე გამოსახულებს ნახულობ. იმიტომ რომ ზოგადად ძალიან კარგია, რომ ორი ეკრანი გაქვს, უფრო გიმარტივდება, უფრო ყველაფერს კარგად ხედავ, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ არ გვაქვს და გვაქვს მარტო ლეპტოპი, მაგას რა პრობლემა, მაგაზე ძალიან შეიძლება შეგვიძლია ვიდეოების აწყობა. მე, რა თქმა უნდა, ამ კომპიუტერების გარდა MacBook-იც მაქვს და MacBook-ზეც მიწევს ხოლმე რაღაცების დაედიტება, მაგრამ სიმართლე გითხრა, ზოგადად პატარა ეკრანებზე ყურება ცოტა რთულია ჩვენთვის. მაგრამ თუ ვართ კონტენტ კრეატორი და გვიწევს 10-ან 15 წამიანი ვიდეოების გაკეთება, უბრალოდ აი უცებ გავაკეთე და დავდე, აი MacBook-ი და ეგეთი ლეპტოპები ძალიან მისწრება ზოგადად. აი ესე შეგვიძლია რომ ჩვენი timeline-ი გადავაწყოთ როგორც შეგვინდა, მაგრამ თუ აგვერია და თან რაღაცები აი მაგალითად ეს main რაც წერია თვითონ timeline-ი სხვაგან აქ გაგვიჩნდა, ზოგი სხვაგან გადავიდა, მაგის დარესტება შეგვიძლია და როცა გადავალთ უცებ master class-ზე, მან დაგიხსნით ყველაფერს. შემდეგი გვაქვს multi-camera editing. ერთ-ერთი საინტერესო რამ ჩვენს სილაბუსში, რომელსაც ძალიან ბევრ საინტერესოს ხოლმე ჩემ სტუდენტებს. ესე იგი, რას ნიშნავს ეს? თუ გვაქვს მაგალითად 1-ზე მეტი კამერა, 2, 3, 4-ან, 10-ან, 15 და მარტივად შეგვიძლია რომ ერთად ხედავდეთ ამ კამერებს. მაგალითად, ეხლა ჩვენ თუ ხედავთ მარტო ერთ კამერას, აი აქ მარტო ერთი კამერა, რომელიც ჩანს ადამიანი, რომელიც ჩანს, შეგვიძლია რომ მაგალითად ერთი ღილაკის დაჭერით, რა თქმა უნდა, ჯერ მულტიკამერით უნდა დავასინქრონოთ ჩვენი ვიდეო, თუ გვაქვს 3 კამერა, უნდა დავასინქრონოთ და მოვუნახოთ ზუსტად ის მომენტი, რა დროს როცა დაიწყო საუბარი, მეორე კამერაზე ზუსტად ის სიტყვები დავამთხვიოთ ერთმანეთს, მესამე კამერაზე და მე საბოლოო ჯამში ერთი მონიშნული შეგვიძლია დავასინქრონოთ, შემოვიტანოთ. თვითონ ჩვენ timeline-ზე სადაც აი ეს გვაქვს განლაგებული, ეს არის timeline, რაზეც აი აქ რამდენი რაღაც არის აწყობილი. დიახ, მე რეგვანახებ მაგასაც. რა თქმა უნდა, master class-ზე ყველაფერს ვიხსნით თეორიულად. კიდევ და პრაქტიკულად. ხო და იმას ვამბობ, რომ 3 კამერა შეგვიძლია ერთი ღილაკის დაჭერით, აი აქ 1, 2, 3 კამერა ერთად გამოგვიჩენს და 3 კამერას ერთად ხედავთ. ეხლა ცოტა რთულია ეს თეორიულად, თორსა ეკრანს უყურებ და არაფერი არ ჩანს მაგის გაკეთება, მაგრამ
როცა უკვე გადავალ და ვიდეოების დამონტაჟება დავიწყებთ, თან სამ დასინქრონების მასალა მაქვს მოზადებული. სამნაირად შეგვიძლია დავასინქრონოთ. ერთი არის, რომელსაც პრემიერში აქვს თვითონ ჩაშინებული დასინქრონების ფუნქცია, მეორე არის multi-camera editing-ი, რასაც ახლა მაქვს საუბარი და მესამე არის პროგრამა, რომელსაც 5 წელი მუშაობდა არ ყოფილა, არ მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ თუ მაგალითად პრემიერში ჩაშენებულმა დასინქრონებულმა ვერ დამისინქრონა ვიდეო, ვერც multi-camera-მა დამისინქრონა, მაგრამ ეგ აპლიკაცია უეჭველი მისინქრონებს და არასდროს არ ქონია პრობლემა. და ზუსტად ეს ამ აპლიკაციას როცა უკვე ჩემთან ერთად გაივლით კურსს, მაშინ გამოგიგზავნეთ, ჩაიწერთ და გექნებათ სულ დაყენებული. ერთი ის არის, რომ Mac სისტემებზე ფიზიკურად ვერ წერთ, Mac-ზე ვერა, Windows სისტემებზე შეგვიძლია ჩავწეროთ და შოულობა შეგიძლიათ გამოიყენოთ. მესამე ფუნქცია არის volumetry color, ფერების კორექცია. ფერების კორექციის დროს Premiere-ს აქვს თავისი ფერების კორექცია. სიმართლე ვგითხრა, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს იმის, რომ ფილმებს პრემიერში ფერების უკეთებია თქო, მოგატყუებ, იმიტომ რომ რაც მე ვიცი, ყველაზე მაგარი ხარისხოვანი ფერების კორექცია DaVinci-ს აქვს, მან ხდება უკვე ძალიან სერიოზულად, წერტილმძიმებიანად ფერების გაკეთება, ადამიანის თვალის ამონათება, ძალიან დეტალურად ხდება ყველაფერი. აქა შეიძლება თვალის ამონათება და რაღაცები უნდა დამასკო, უნდა იწვალო და ძალიან დიდი დრო მიაქ ამ ყველაფერს. მაგრამ DaVinci-ში უკვე იქ აქვს ძალიან მოწყობილობები აქვს, ისე ვთქვათ, ტექნიკა აქვს იმისთვის, რომ ზუსტად მაგისთვის არის შექმნილი რაღაც პატარა რაღაცები ამოანათოს, ფერები დაადოს, მაგალითად გზა გაანათოს, ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები ხდება, მაგრამ თვითონ პრემიერზე ზედათ არ ჩამოვარდება, მე უკვე რავი, ამდენი წელი ამ პროფესიაში ვარ და პრემიერში ვაკეთებ ხოლმე ფერებს. ვიღებ ხოლმე ეს ლოგით, რომელსაც უფერული არის, ფერი არ ადევს თვითონ კამერაში, გადაღებულ მასალას და მე თვითონ ვადებ ფერებს პრემიერში. შეგვიძლია თვითონ ამ პრემიერს ჩაშენებული აქვს თავისი ფერები, რაღაც Fujifilm-ის ფერები და რაღაც ბევრი საინტერესო ფერები აქვს ჩაშენებული, მაგრამ თუ ჩვენ არ გვინდა რომ პრემიერის ფერების კორექცია გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, გვაქვს შეგვიძლია გადმოვიწეროთ უფასოდ, ან შეგვიძლია ვიყიდოთ და ფასიანები ჩავიწეროთ, მაგრამ არ დაგჭირდებათ ფასიანების ჩაწერა და ძალიან ბევრი ფერების კორექცია, მაგრამ მაგას მე გამოვიგზავნით და შეგვიძლია რომ ბრაუზერიდან შევლებოთ გავხსნათ და პრემიერში რომელიმე ფერი დავადოთ, რომელსაც ჩვენ გვინდა. არა ის ფერი, რომელსაც პრემიერში არის თვითონ ჩაშენებული. მე უკვე ხდება როგორც ჩვეულებრივად iPhone-ებში ხდება ხოლმე ფოტოებს რაღაც ფერებს უთხრით ხოლმე სატურაცია, brightness-ი, highlight-ები, ძალიან ბევრი რაღაც იყო დეტალებში მიყვებით, რომ ძალიან ლამაზად დავადოთ ფერები და ძალიან საინტერესო კადრი შევხვდეთ. მეოთხე და ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია არის ხმა, აუდიო. აუდიო არის ძალიან ბევრნაირი. არის ადამიანის ხმა, ერთი ადამიანის ორი ხმა, არის ეფექტები, ეფექტებს თავისი ხმები მოყვება ხოლმე. არის sound effect-ები, მაგალითად YouTube ვიდეოში ძალიან ბევრი მჭირდება ხოლმე sound effect-ების დადება, რაღაცა გამოვიდა, რაღაც ანიმაციით მაგას თავისი ეფექტი უნდა და ძალიან ბევრი, დაბლა, რასაც ხედავთ, როგორც გითხარით. ამის მაღლა არის, უბრალოდ მაღლა არის კადრები, ამის დაბლა არის სულ ხმებია რა. აქაც ვხედავთ, ნახე, ოდნავ ეს მაღლა არის, მე დაბლა ეს არის მაგალითად თუ keyframe-ები ქვია მას, თუ მაგალითად მუსიკა გვიდევს და გვინდა რომ ეს მუსიკა ძალიან ლამაზად ჩავიდეს, არა ისე რომ ეგრევე გაწყდეს ხმა და საერთოდ აღარ ისმოდეს მუსიკა და თუ გვინდა რომ ვითომ დამთავრების ეფექტი გავუკეთოთ, keyframe-ებით ხდება ხოლმე და ჩვენ გვაქვს სილაბუსში ესეთი ერთთლიანი ლექციას მაგას უთმობთ ხმებს, რომ გავაკეთოთ ხოლმე ხმებზე კორექცია. არის ხოლმე მომენტები მქონია ეგეთ გადაღებაში, რომ ავტობანზე გადავიღე ერთი ვიდეო, სადაც ძალიან ხმაური იყო, მანქანები მოგხსნებოდა ძალიან ბევრი დადის და მიზანი მქონდა ის, რომ მანქანების ხმა მაქსიმალურად ჩავექრო რა, დიდად, ეხლა სულთად ჩავაქნე მეთქი. არა, ვერ მოგატყუეთ მაგას, მაგრამ შევძელი რაღაცნაირად რომ ჩავექრო, რომ ადამიანის ხმა უფრო მკვეთრად მეს გაგვეგო, ვიდრე ხმები, იმის მანქანის ხმები. მაგრამ თან, მაპატეგიო, თან ის გაითვალისწინეთ, რომ ახლა გიო ამ შემთხვევაში თვითონ იღებს ხოლმე და რაღაც მომენტში გადაღების დროს ვეიცის ხოლმე თქვათ რა ხმები უნდა შედიოდეს ან არ შედიოდეს, მაგრამ რაღაცები არის ნუ გვერდს ვერ აულის, მაგრამ თქვენ შეიძლება პირდაპირ გამზადებული მასალა მოგიტანოს ვიდეოგრაფმა, როდესაც პროექტზე იმუშავებთ კომპანიაში, თქვათ, მხოლოდ ვიდეო მონტაჟზე მუშაობთ, ხო? და იქ მოგიწევთ უკვე პოსტფაქტუმ გადაწყვეტა რა უშველოთ ამ ხმაურს, რომ ეს არ გინდათ რომ იყოს. ნუ შემთხვევია ვიდეოები, სადაც ხმაურიც ისმის ბექგრაუნდზე, მაგრამ სასურველია რომ რაც ზედმეტი ჭუჭყი არის, ესე რომ ეძახიან, მაგისგან გაათავისუფლოთ, ხო?
თუმცა დაგეგმვისას თუ თქვენ ვეიღებთ, სასურველია რომ წინასწარ განსაზღვროთ ის დრო, თქვათ, როდის გადაიღებთ, რომ ნაკლები ხმაური იყოს, ან რაღაცით უზრუნველყოთ, რომ ნაკლები ხმაური შევიდეს მიკროფონში, ან რა ვიცი, ისეთი სასწაული მიკროფონი შეარჩიოთ, რომელიც კიდევ უფრო ნაკლებად შეიტანს მაგ ხმებს და ასე შემდეგ. ხო, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი დაგეგმვის დროსაც, გადაღების დროსაც და მერე მონტაჟის დროს სხვა გზა აღარ გრჩებათ, რამე უნდა უშველოთ. სხვა შემთხვევაში არის, რომ დამკვეთი უკმაყოფილო იქნება და საბოლოო ჯამში ისე აღმოცდება თითქოს თქვენ ვერ შეძელით პროექტის იდეალურად ჩაბარება. ამიტომ ძირითადად გუნდში ხანდახან არის, რომ ვიდეოგრაფს, მონტაჟს, დამგეგმავს ორგანიზატორს ვინც არის, ყველა ერთად საზღვრავს და ხვდება, თქვათ, როგორი პროდუქტი უნდა რომ მიიღონ და მაგის მიხედვით წინასწარ ითვალისწინებენ ხოლმე ყოველგვარ ესეთ გაუთვალისწინებელ ვითარებას. ხმაური იქნება, თქვათ, ცუდი ამინდი იქნება თუ ასე შემდეგ, ხო? შეიძლება რაღაცა მზიან ამინდში გაქვთ დაგეგმილი გადაღება, მაგრამ რაღაცა ღრუბლები იყოს და მაგან ფერები ისე ჩაგიქრათ მთლიან იმაში, რომ მოგიწევთ მონტაჟით ამის გამოსწორება. ხო, რა თქმა უნდა, თან აქაც აკადემიაში თუ ვიღებთ ხოლმე ერთ ოთახში, თანაშრომელი ვყავს რა, 20-25 თანაშრომელი ვართ თვითონ აკადემიაში და აი გვიწევს ხოლმე ჩვენს ჩატში, სადაც ყველა ვართ, დავწეროთ მე და ჩემი რეჟისორმა, რომ აი ხმა რა მოიღოთ, იმიტომ რომ მართლა რაცა უნდა ეხა აი DJI-ის მიკროფონი მაქვს, აქ მიდევს 1500 ლარიანია, მაგრამ აინც ხმა შემოდის. რაცა უნდა იყოს. ხანდახან სუნთქვასაც გვიგზავნენ ხოლმე. ვეუბნები თუ არის სუნთქვა, მაინც სუნთქავ. ხო და მაინც ხმა შემოდის და ცოტა უშნოა რა, კი შეიძლება რაღაცა ისე ვთქვა ძალიან ბევრი რაღაცა მოვძებნოთ, მოვიძიოთ და შეიძლება ხმა ჩავაქოთ, მაგრამ ზოგადად თუ ეგეთი გარემო გვაქვს შექმნილი, რომ ხმაური არსად არ არის, ძალიან კარგია, რომ არ გქონდეს ხმა. არის ხოლმე ერთი შეიძლება 3 დუბლი, 4 დუბლი კარგად ჩაწეროს რესპონდენტმა და კარგად წერდეს, მაგრამ მაინც რაღაც ხმა შემოვიდეს, აი მე-4-ჯერ მაინც ვაწერებთ ხოლმე, რომ სულთან მასალა გქონდეს, რომ აი აქ მე პრობლემა არ იყოს, რომ დამკვეს გაუგზავნით ამ ვიდეოს პრობლემა არ იყოს და რაღაც შენიშვნები არ მოგწეს. და მაგიტომ არის ხოლმე ხო, ხმებზე კორექცია შეგვიძლია, მაგრამ თვითონ Adobe-ს ინტეგრაციაში აქვს Audition-ი არის ესეთი პროგრამა და Premiere-ისა მარტო ხმაზე მუშაობს. და აი მანდ უკვე შესაძლებელია რომ აი მანდ უკვე პროფესიონალური editing-ი ხდება ხმის. თუ ფერების კორექცია ხდება სხვა პროგრამაში, ოღონ Premiere-ის არა DaVinci. DaVinci ცაგე პროგრამაა ვაფშე. მან თუ ხდება ფერების კორექცია ძალიან მაღალ დონეზე, Audition-ი არის პროგრამა, სადაც ხდება მარტო ხმები კეთება, მაგრამ Photoshop-ში როგორ ხდება დიზაინი რაღაცა გაკეთება, Adobe-ში არის Audition-ი, სადაც ხმებზე კორექცია გაკეთდება, რა ისე რომ ვთქვა. ბევრნაირი ხმა შეგვიძლია დავადოთ, რომ უფრო საინტერესო გახდეს, ზოგადად ხმებს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მუსიკას და ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდეოში და იმიტომ რომ გაწყვეტნებ თქვენ ასწავლით Audition-ს? მე Audition-ს არ ვსწავლი. მე უბრალოდ ვასწავლი Premiere-ში ხმების კორექციას, როგორ შეიძლება თვითონ Premiere-ში როგორ ხდება, აი ხმის აწევა, დაწევა, რაღაცა background-ის ხმების გაქრობა, აი მაქსიმალურ დღას Premiere-ს აქვს ყველაფერს გასწავლით. მადლობა. და ზოგადად იმას ვამბობდი, რომ მუსიკა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ არის ხოლმე მომენტები მე და ჩემი რეჟისორი ვიდეოს რო გავაკეთებ, საბოლოო ჯამში ისევე მაკო მოდის და მაკო უნდა დაგვიდასუროს ვიდეო. არის ხოლმე ეგეთ მომენტები, რომ რაღაცა ძალიან ჩვენ ვიდეოებს ზოგადად უხდება, რას ბოლო 1 წელია უყურებთ ჰიპ-ჰოპის, ანუ ძალიან სწრაფი, როცა ძალიან სწრაფი და ძალიან ნელი background-ის მუსიკები რომ აი ძალიან ნელი რომა, ზოგადად ეგეთ ვიდეოები არ უხდება ხოლმე. უხდება ძალიან სწრაფი ჰიპ-ჰოპისნაირი, მე ხო, ცოტა დინამიური და რაღაცა ექშენი და პოზიტიურიც. ზოგადად ეს არის აი აკადემიას სტუდენტებს რაღაცის გადაღებულ ვიდეოს რო შევხედოთ, აი რომელიც სერიოზულია და YouTube ვიდეოს რო გავაკეთებ, თუ ვინმე ზოგადად YouTube-ის მემონტაჟე გახდებით მომავალში, თუ დაგაინტერესებთ, შევას მოგცემთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პირველი 10 წამი. ანუ პირველ 10 წამში როგორ დავიწყებთ ვიდეოს, როგორი ანიმაციები შემოვა, როგორი ეფექტები და ხმები და რაღაცები, აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას, რომ პირველ 10 წამში ადამიანი მოიხიბლოს, რომ მე მთლიანი 20 წუთი მაგ ვიდეოს უყუროს. ეს არის ძირითადი ფუნქციები თვითონ Premiere-ის. ახლა გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგ გვაქვს რა, აქ მოვედით ზაზის წინაზე ვისაუბროთ რამდენიმე ცნობილი ფილმი, რომელიც Premiere Pro-ში არის დამუშავებული. ეს არის Rocketman, Deadpool და The Social Network.
ალბათ კითხვა გაგიხსნება თუ რატომ გააკეთეს პრემიერში ეს ვიდეოები. იმიტომ პრემიერი ძალიან პირველ რიგში ძალიან მარტივი პროგრამაა და ძალიან გეხმარება ისეთ რაღაცეებში, როგორიცაა თუ მაგალითად ახლა 2 საათიანი ან საათნახევარიანი ფილმი არის ესე რომ ვთქვა. მაგალითად არის ხოლმე მომენტები რომ გქონია მეც რომ პოდკასტს რო ვაკეთებ საათნახევარიან პოდკასტში რაღაც მაგალითად თუ პოდკასტის მასალა დავიწყე მაგალითად 3 საათს დავიწყე მონტაჟი და გახდა 5 საათი. ამ 4 საათს მაგალითად მომივიდა შეცდომა, რომელსაც მე არ დავაკვირდი და გავაგზავნე მონტაჟში თვითონ ამ პოდკასტს. მაგრამ თუ მე მინდა რომ ეს 4 საათიანი მასალა მოვიძიო და აი არასდროს არ გვექნება ეს პრობლემა რომ აი ნეტი ხო არ დავკარგე ეს 4 საათზე ასაც ვაკეთებდი. მაგალითად 4 საათზე დავადეთ მუსიკა, დავადეთ ეფექტები და რაღაცები და წაგეშალათ შემთხვევით, მაგას არ დავაკვირდით, გააგრძელეთ მონტაჟი, მაგრამ ამაკისთვის გვაქვს auto save. რომელიც თვითონ ყოველ ერთ წუთში გისეივებს. შეგვიძლია დავაყენოთ ყოველ 9 საათში დაგისეივოთ ყოველ 1 საათში. მაშინ გვაქვს მაგისთვის auto save, სადაც გვაქვს 3 საათზე წუთებით დასეივება 4-ზე რა დაასეივე, 5-ზე რა დაასეივე და შეგვიძლია გავხსნათ ეგ 4 საათზე გაკეთებული მასალა. მე მოვკიდოთ მაგას, დავაკოპიროთ და გადავიტანოთ იმ ფაილში, სადაც უკვე მიდის მონტაჟი და გვაქვს რა გაკეთებული ყველაფერი. და ძალიან მარტივად შეგვიძლია ამის მოგვარება. ერთ-ერთი მიზეზი იმის არის, რომ ეს გავაკეთოთ, იმიტომ რომ ზოგადად ფილმის მონტაჟი ზართულია. ზართულია, იმიტომ რომ აქ ძალიან მარტო ერთი ადამიანი არ არის ჩართული, აქ პრემიერის ადამიანი ცალკე იქნება, ხმებზე ცალკე იქნება ადამიანი, იმიტომ ცალკე პროფესიებია ეს ყველაფერი. მოუშენის პროფესია ცალკეა, მაგრამ თუ იცი რა თქმა უნდა პრემიერის აუდიშენის მაგრა იცი და ხმების მაგრა აკეთებ და ძალიან შეგვიძლია ბერნოს გაკეთება თუ იცით მოუშენი, რა თქმა უნდა ეს ჩვენს კარიერაში უფრო გავხდის. როცა დამკვეთრეთ რომ ამდენი რაღაც იცი, უფრო მეტი შემოსავალს მივიღებთ რა ყველაფერში. მაგრამ თუ მარტო პრემიერის სწავლა გადავწყვეტეთ, შეგვიძლია რომ ზოგადად ცალკე პროფესია რო იცოდეს, ხმების კორექცია, მოუშენი, ფოტოშოპი და ყველაფერი ცალკე. თან პრემიერი ისეთი პროგრამაა, სადაც ძალიან ბევრი რაღაცის ანუ არ ყოფილა ეგეთ პრობლემა არ მქონია რომ მაგალითად თუ გვაქვს MP4-ის მასალა, MP4-ის ხმა თუ გვაქვს, MP3 თუ გვაქვს, ძალიან ყველაფრის ხმა, ყველაფრის შემოტანა შეგვიძლია, ყველაფრის ვიდეოების შემოტანა, ეფექტების დადება შეგვიძლია, რადგან არ ყოფილა პრობლემა, მაგრამ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს უნდა გავითვალისწინოთ, თუ ჩვენი რომელიმე ვიდეო იდება რომელიმე სოციალში, უნდა გქონდეს ეს მაგალითად ნაყიდი უნდა გქონდეს მუსიკა, ყველაფერი რომ კოპირაითი არ მოგვივიდეს. იმიტომ რომ ძალიან არის ხოლმე მომენტები ჩვენ გვაქვს ეხლა Smart Academy-ას იმდენი ვიდეო იდება დღეში ან კვირაში შეიძლება ერთ დღეს 5 ვიდეო დაიდოს და 5-ზე copyright მოვიდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს Elements Envato ნაყიდი, მაგრამ ჩვენი Envato-ზე Smart Academy-ის არხი არ გვაქვს მიბუმული და გონია რომ ეს არის copyright და ეს არის მუსიკა მოყვარული არა და თვითონ Envato-ს საიტი ნაყიდი გვაქვს რა. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ეგეთ რაღაცებს რომ მუსიკის წამოღება, მოპარვა ისე ვთქვათ ან დაგიბლოკავს რომელიმე არხი და შეიძლება მუსიკის გარეშე დაიდოს საერთოდ თქვენი ვიდეო. შემდეგი მასალა რაც მაქვს მომზადებული არის მაგალითად რა ძირითადი პროგრამების ხარდაჭერა აქვს Adobe Premiere-ს. აი ამ პროგრამებთან მეგობრობს. ეს პროგრამები არის სადაც შეგვიძლია Premiere-თან დავამეგობროთ და ყველაზე ახლო ინტეგრაციაში ახლო შედის After Effects. იმიტომ რომ After Effects არის პროგრამა შეგვიძლია ერთი ღილაკით თუ გვაქვს მაგალითად Premiere თუ გვაქვს 2022 წლის ან After თუ გვაქვს 2022 წლის უნდა იყოს ერთი წლოვანების. შეგვიძლია რომ მარტო მარჯვენა ღილაკით მოვნიშნოთ იმ ადგილს მაგალითად რასაც ამოვჭრით, გვინდა რომ იმ ამოჭრილ პატარა 5 წამიან მასალაზე რაღაც ანიმაცია გავაკეთოთ. შეგვიძლია რომ მარჯვენა ღილაკით მოვნიშნოთ და იქ არის Replace to After Effects და ეგრევე After Effects-ში გადავდივართ. მე იმას გვანიშნებს რომ სად შევინახო და უშუალოდ მათ მიდის იმ 5 წამზე მიდის ანიმაციის გაკეთება. მაგის დარენდერება აღარ გიწევს, გამოდიხარ პედალ პრემიერში და პრემიერში უკვე გაკეთებული დავხდებათ რა, ეს რო. აი მეორე არის აუდიშენი, სადაც ხმების კორექცია გაკეთება, Photoshop-ი გაკეთება, რომ მაგალითად თუ თქვენ იცით ძალიან კარგად Photoshop-ი შეგიძლიათ რომ პატარა დიზაინი გააკეთოთ, მე ეგ მაგალითად გააკეთებ დიზაინი თეთრ ფურცელზე წელია რაღაცა 5 ამ 5 წინადადებაში შეგვიძლია ცალ-ცალკე PNG-ებად ამოვიღოთ, ერთი წინადადება, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, ცალ-ცალკე ფოტოებად შევიტანოთ პრემიერში და პატარა ანიმაცია გავაკეთოთ. მაგალითად, პირველი რაღაცა წინადადება გამოჩნდეს, მეორე გამონაცდეს, მესამე დაბლიდან ამოვარდეს, აი
პატარა ანიმაცია შეგვიძლია და უფრო სახალისოდ გავხადოთ ჩვენი პრემიერში გაკეთებული ვიდეო. იგივე არის ილუსტრატორშიც, როგორც ფოტოშოპში, მსგავსი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, რადგან PNG-ს ამოღება ან რაღაცა დიზაინის გაკეთება, როგორც ფოტოშოპში, ისე ილუსტრატორში ხდება. და ბოლო გვაქვს Adobe Media Encoder. ეს რას ნიშნავს? ეხლა აი მაგალითად მე მსგავსი პროგრამა გამომიყენება ესეთ რამეში. თუ მაგალითად მაგ ღია ლექცია დასაჭრელი, ეხლა მაგალითად ჩვენი ღია ლექცია რომელიც ჩაიწერება თავიდან დასაწყისი რომელსაც მაკოსაურობს ეგ იჭრება ხოლმე და ჩემი საუბრით იწყება რომ უფრო დიდი მასალა არ გამოგვივიდეს და იტვირთება YouTube-ზე რომ ჩვენმა სტუდენტებმა ნახოს ეს ყველაფერი. ამ ყველაფერს როცა 1 საათიან საათნახევარი მასალას პრემიერში ვარენდერებ, რაც უნდა ძალიან მაგარი კომპიუტერი გქონდეს, მაინც გიწევს ხოლმე რომ მინიმუმ 20 ან 30 წუთი ელოდო. და თუ პრემიერში დარენდერულ მასალას 30 წუთი ელოდები, ფაქტობრივად არაფერს არ აკეთებ. მაგის მერე 30 წუთი ელოდები და უბრალოდ ოდის დავა. ამისთვის გვაქვს Media Encoder-ი, შეგვიძლია რომ ეგ ყველაფერი მოვნიშნოთ, Media Encoder-ში გადავიტანოთ, ერთი ღილაკი შეგვიძლია, ჩაწერილი უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა და Media Encoder-ში გავუშვათ დასარენდერებლად. შეგვიძლია ჩავკვეცოთ და უკვე პრემიერში შეგვიძლია გავაგზავნოთ შეუძლებლად მონტაჟი, რაღაცები დავამონტოთ, რომ დროში არ ესე ვთქვათ, დიდი დრო არ წაიღოს ამ ყველაფერი. აი ამაში გვეხმარება, არის ხოლმე მომენტები After-ში ეხავე კეთებან არის ხოლმე After-ში მაგალითად მქონია ეგეთ მომენტი რომ რაღაც After-ში დავარენდერე, მაგრამ After-დან პრემიერში რო გადავიტანე არ შემიტან. რატომღაც შეიძლება After-ში არ დავარენდერე სწორად, იმიტომ რომ მაშინ ძველ რაღაც 1 წლის 2 წლის დაწყებული რომ მქონდა დიდად არაფერი არ მისხოდა, მე Media Encoder-ში დავარენდერე ჩვეულებრივად 764-ით და ჩვეულებრივად ეგ შევიტანე მე პრემიერში. კეთება გისმენთ? სალამი, მაინტერესებდა Media Encoder-ს იყენებთ ცალკე ვიდეოს დასაჭრელად თუ Media Encoder-ში შეგაქვთ და მე პრემიერთან აკავშირებთ, ეგ ვერ გავიგე. ცალკე. ზოგადად პრემიერში ხდება დააჭერა ყველაფერს გაკეთება, მაგრამ მე იმას ვამბობ, თუ ჩვენ დაგვჭირდება დარენდერება, და ამ დარენდერებაში ან ვიდეოს დაექსპორტება რომ გავუგზავნოთ გამკვეთს გვიწევს დარენდერების დროს წერია რომ 1 საათში დარენდერდება და ამაში ჩვენ დრო არ დავკარგოთ და იმ 1 საათში სხვა პროექტი დავიწყოთ, შეგვიძლია რომ Media Encoder-ში გავუშვათ. ოღონდ ეს Media Encoder-ი ირთვება იმ შემთხვევაში, როცა უკვე ბოლოს ეტაპზე ვართ, უკვე რომ ექსპორტს ვაკეთებთ ვიდეოს. და უნდა გავუგზავნოთ გამკვეთს. მაშინ ხდება ხოლმე რომ ამ ყველაფერს Media Encoder-ში გავუშვებთ, მიუთითებთ იქ 4K იქნება, Full HD იქნება, 8 იქნება, შეგვიძლია რომ დავანედროთ, გავუშვათ Media Encoder-ში, ჩავკვეცოთ და პრემიერში გავაგზავნოთ მონტაჟი. გასაგებია და ფორმატსაც არ აქვს ალბათ მნიშვნელობა. ფორმატს არ აქვს მნიშვნელობა, გააჩნია თუ მაგალითად თუ გვაქვს TikTok და Reels ფორმატი, მათ ეხლა დღეს რო ახსნი პრაქტიკულად როგორ შეიძლება TikTok-ის ფორმატზე გადავიყვანოთ ყველა სოციალ თავისი ფორმატები აქვს, Facebook-ს 1080 აქვს, როგორ შეიძლება გადავიტანოთ ყველა ფორმატს ახსნი და იქაც როგორც პრემიერში შეგვიძლია დავარენდეროთ იგივენაირი, ანუ პრემიერის იგივენაირი ფუნქცია, უბრალოდ მარტო არენდერი. მეტი არაფერს არ აკეთებ. გასაგებია, მადლობა. ხო, ნუ იმაზე არ მისაუბრია, რომ ამ პრემიერს ძალიან დიდი მხარდაჭერა შეგვიძლია 8K ვიდეოები დავამონტაჟოთ, 4K, Full HD, 720-ზე ძალიან ბევრნაირი ვიდეოების გაკეთება შეგვიძლია ყველანაირ ფორმატს მოვერგოთ, YouTube ფორმატს შეგვიძლია მოვერგოთ, შეგვიძლია Facebook-ის ფორმატი გავაკეთოთ, TikTok-ის ფორმატი გავაკეთოთ, მაგრამ თავიდან როცა ვარენდერებთ ხოლმე და TikTok-ის იმაზე გვაქვს შექმნილი თვითონ ეს ფორმატი არის ხოლმე მომენტები რენდერის დროს შიშავები გვაქვს გვერდიდან, იქიდან და საკიდან. როგორ შეიძლება რომ ეს დავაპატარავოთ? Match source არის ესეთი Adobe-ში რენდერის დროს როგორც კეთდება და ამას პრაქტიკაში როცა უკვე გადავალ, მაშინ აგიხსნით. მეტი მე კითხვების დროა, რა თქმა უნდა, კითხვები დავსვათ, რომ უფრო საინტერესო გახდეს. მე მოვიკითხო. კი, კეთებ ის. მოკლედ, რა მაინტერესებს? აი მე თქვენ გამოგიგზავნეთ, თქვათ დავამონტაჟე ვიდეო და ჩემი სამუშაო ფაილი გამოგიგზავნეთ. ამ სამუშაო ფაილს ხო უნდა მოვაყოლო აუცილებლად ვიდეოები, რომ თქვენთან გავხსნათ ლინკები. ხო, თქვათ მოკლედ ეს ვიდეოები ამოვკრიბე სხვადასხვა ფოლდერებიდან, თავიდან არ გავითვალისწინე. და მე მოკლედ ამერია და ვეღარ ვიგებ საერთოდ რა ვიდეო გამოვაგზავნო და ესეთი ფუნქცია თუ აქვს პრემიერში, რომ საბოლოოდ მივცე ბრძანება, რომ ჩაიწეროს ერთ ფოლდერში სამუშაო ფაილიც და ეს ყველა გამოყენებული ვიდეო. მე რო არ მოვძებნო თქვათ რა, იმიტომ ვკითხულობ, რომ მე ვიცი ეს აქვს Photoshop-ს და Illustrator-ს და აქაც თუ არის მსგავსი რაღაც მაინტერესებს. ძალიან კაი კითხვა, შედაშორის ამ პრაქტიკულად როგორც კი გადავდიოდი აგის ახსნას ვაპირებდი, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, მადლობა კითხვისთვის, ეხავე გავცნი პასუხს. ძალიან
ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ძალიან ლამაზად იყოს ყველაფერი დალაგებული თვითონ ფოლდერში. აი მაგალითად ერთ მაგალითს მოვიყვან არის ხოლმე პროგრამისტები ვისაც ვიცნობ ხოლმე რომ აი ერთი წერტილი რომ შეშტომა ქონდეს რაღაცა ვერ გამოგიტანს თვითონ საიტზე. ხო და არის ხო აი ეს არის პრემიერში. თუ ელემენტარული მაგალითად რაღაცა წერტილის ანიმაცია შემოიტანთ, ეგ წერტილის ანიმაცია რომ წაგეშალოთ და იმ ფოლდერში არ იყოს რა ფოლდერშიც გონია რომ პრემიერს არის, საერთოდ პრემიერიდან გაქრება და წითლად ამოგიდევთ რომ მაგ როცა მიყვართ რაღაც ჩინურად დაგიწეს რაღაცა საერთოდ რა. აი მე მინდა ერთ მაგალითი ხო გაზრდებული ჩანს, აი ჩემ გაკეთებული ვიდეოებიდან აი ფოლდერი ზოგადად როგორ მაქვს ხოლმე დალაგებული. აი მაგალითად დღევანდელ დღესაც გავაკეთე ვიდეო, მაგ აი თანხა გვანთა IT-ის პროექტების მართვა, ნახე ერთ ფოლდერში მაქვს ყველაფერი. აი ყველა ვიდეო მაგალითად ანაგოგოს ლექტორი. ნახე, ეხლა მაგალითად ეს რომ წამეშალოს ფაქტობრივად ჩემს გაკეთებულ რომელიღაც პრემიერი ამ ანაგოგოს ვიდეოში ეს სადაც მიდევს, ეს აღარ გამომიშტება. ამიტომ რაც არ უნდა ყველაფერი მაგალითად ჩაიწერეთ რაღაცა, გამოშვთ დოwnload-ებში ეგ ჩანაწერი, მონიშნეთ აუცილებლად, გახსენეთ რომელიმე ფოლდერი, დააწერეთ რომ მაგალითად აკეთებთ დღევანდელი ღია ლექცია. ამ ღია ლექციაში, როგორც კი ამ ფოლდერში შევქმნით, ამ ღია ლექციის ფოლდერში შეიტანეთ ყველაფერი, საერთოდ რაც გვაქვს. რასაც გამოიყენებთ პრემიერში, რაც შეიძლება მუსიკა იქნება, ხმა იქნება, ყველაფერი მაქვს დალაგებული მაგალითად. გადასაფარი კადრები, მაგალითად ნინოს გადასაფარი კადრები ეს იმას ნიშნავს, რომ ნინო არის ლექტორი და ეს ლექტორი გადაღებული გვაქვს სადღაც 1 წლის უკან. ეს 1 წლის მასალა ზოგადად ჩვენ არ ვშლით ხოლმე, იმიტომ რომ გვადგება და მაგალითად აი ეს კადრები მაქვს გამოყენებული. ეს სადაც მაქვს თვითონ ნინოს ფოლდერი, ნინოს დამაშვილის ფოლდერი და ეს ვარ მომეტანა და გამომეერთებინა, სადაც ეს ფოლდერი და გადატანილი, ამ ვიდეოს ყველაფერს წამეშლიდა პრემიერით. ამიტომ ცალკე შემოვიტანე ამ ფოლდერში, რომ ზოგადად ამ მასალას როცა გადავიტან, მაგალითად რომელიმე SSD-ში რომ არასდროს არ წაიშალოს, რომ მომიწიოს მაგალითად 1 წლის მერე ამ მასალის გახსნა, წაშლი აღარ დავხდეს არაფერი და შოლებად გავხსნა და რაც გვინდა იმას დავაედიტებ. აი მაგიტომ ამბობ ხოლმე რომ აი ეგ კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რომ როგორც კი პრემიერში შევდივართ პრემიერში უნდა დავალაგოთ ფოლდერები ძალიან ლამაზად, იმიტომ რომ რაღაცის გაკეთება რომ მოგინეთ და აი სად მაქვს მაგალითად აი რაღაცის მოძიება რო გინდა და მინდა რაღაც ფოტოს მოძიება და ამ ფოლდერებში გაქვს რა ვიცი ძალიან ბევრი რაღაცა გაქვს რა შეიძლება ერთ საათიან ვიდეოს აკეთებ და ფოლდერებს თუ გადავსებული გაქვს და მაგის მოძიება გიწევს და მაგისთვის არის რომ ფოლდერი შეფრანთ მაგ ფოლდერს დააწერთ ფოტოები მაგ ფოტოებში შეიტანოთ ის ფოტო და ჩვეულებრივად გაგახსენებთ რომ ფოტოებში გაქვს ფოტო შეტანილი იგივეა როცა რაღაცას ჩამოიწეთ რაღაცას გამოყენება გინდათ ვიდეოში ყველაფერი უნდა შეინახოთ ერთ ფოლდერში და თუ მაგალითად ვიდეოს გაგზავნა მოგინდებათ ჩემთან გინდათ რომ ჩემი ვიდეო გავხსნა და რაღაცა დავაედიტო და გეხმარო მაგაში ეხლა გავიგე ეგეთ პრობლემა მქონდა ჩემს სტუდენტებთან პირველ ლექციაზე მე მაქვს 2022 წლის პრემიერი რაზეც ეხლა მუშაობ და მაქვს 2022 წლის ავთერი მაგალითად პრემიერი ზოგს მქონდა 2023-ის ზოგს მქონდა 2024-ის ზოგს 2021-ის მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ რაც გამომიგზავნოთ ფოლდერები მარტო ფოლდერი გამოვაგზავნე რადგან ეგ მასალა მე კომპიუტერში მქონდა მარტო ფოლდერი მჭირდებოდა თვითონ პრემიერის სამუშაო ფაილი ახლა პრემიერის სამუშაო ფაილი მაქვს აქ აი აქაც ავტოსერი რასაც ვამბობთ აი ყველა წამი ეხლა მე მაგალითად მაქვს გონე 10 წუთში თუ რაღაცაში მაქვს რომ დამისეროს აი ყველა წამი მაგალითად ეს ამ ვიდეოს გაკეთება დავიწყე 4:25 და აი სულ ეს შემიძლია 4:25 მაშინდელი ის გავხსნა და ეგ მონტაჟი გავაგზავნე როცა ეს ფოლდერი გამომიგზავნოს მარტო, აი ეს ჩამიგდეს პრემიერის სამუშაო ფაილი, გავხსენი, მაგრამ ზუსტად ის არ ქონდა, ანუ უყურებდი და ან სინქრონიზაცია იყო, არა და ეგ სინქრონიზაცია ძალიან დიდი ხნის უკან ვასწავლე და ვეკითხები ბავშვებთან, ქულები დაუწერი რომ აი ან სინქრონიზაცია, მაგრამ თავის კომპიუტერში რომ მანახეს სინქრონიზაცია გაკეთებული ქონდეთ. და მე გამოვედი არასწორი, იმიტომ რომ მე რასაც ვნახე და რაც გავხსენი, არ იყო დასინქრონებული, პირი სხვაგან იყო, კადრი სხვაგან იყო და ვერ მივხვდი ეს დასინქრონებული იყო თუ არა. ამიტომ უნდა იყოს პრემიერის 22 წლის და თქვენს უნდა გქონდეს 22 წლის პრემიერი, რომ ზუსტად ისე გახსნათ, რაც გაკეთებული აქვს, მაგალითად შორენამ ან ქეთევანმა რაც გააკეთა, შეიძლება რომ ეს მე გამომიგზავნოთ და როგორ ერთნაირი პრემიერის ის უნდა გქონდეს. პროგრამები, ეს რო. კი, და მასალა არ დაგჭირდა ანუ. მასალა არ დამჭირდა, მაგრამ მე მქონდა. მაგალითად, როცა მასალა არ მექნებოდა, წაშლი მექნებოდა, ვეტყოდი რომ მასალა ენით უნდა გამომიგზავნოს. მაგრამ თქვენ თუ მასალა არ გაქვთ, მაშინ თუ მაგალითად რომელიმე გადამღებთან კომუნიკაცია გქონდათ, ან რომელიც მონტაჟი დაგჭირდათ, ყველანაირი მასალა უნდა გამოვართვათ, რაც გაკეთებული აქვს საერთოდ, მუსიკა იქნება, ეფექტები იქნება, თლიანი ფოლდერი, აი ეს არის თლიანი ფოლდერი. ეს თლიანი ფოლდერი უნდა მოვყიდოს და
აი რას მაქვს ხა. ის არის 98 გიგაბაიტის არის ეს ვიდეო. ერთიანი ფოლდერი უნდა წარმოვიდგინოთ და თქვენ გამოგიგზავნოთ, რომ შეუძლებელად ეს ამის მონტაჟი დაიწყოთ. ხო და აი მე რაც გითხეთ, თქვათ თუ აგერია თავიდან მე დამემართა ერთხელ ეგრე და ამერია მოკლედ საიდანაც რა წამოვიღე აღარ ვიცოდი და აი თუ იცით თუ აქვს ეგ ფუნქცია რომ მე მივსებძანება რომ აი მოუყაროს თავი იმ სამუშაო ფაილს. არა, აქ ეს ფუნქცია. ანუ მაგას ვამბობ, თავიდან როგორც კი დავიწყოთ, ერთ ფოლდერში უნდა შევქმნით. ანუ დაგვერიოს რა. არის კი, ნუ Photoshop-თანაც მაქვს შეხება და ბევრჯერ გამომიყენებია, თანდელები გამიკეთებია YouTube-ერებთან და აი სხვადასხვა იმაში მაქვს ზოგი download-ებში ჩამიგდია, ზოგი რა ვიცი, desktop-ზე დამიგდია, ბევრი რაღაცა სხვადასხვა რაღაცებში დამიგდია, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვეღარ ვიპოვე. ამიტომ ეგ არის რომ ფოლდერს ვხდით და მაგ ფოლდერში იყრება ყველაფერი რა. მაგალითად თუ რომელიღაც ვიდეოში შეგვიძლია რომ შევიდეს და უბრალოდ ფოლდერს გავაკეთებ და დავარქვეთ Photoshop-ს და Photoshop-ის ყველა მასალას აი აქ შევიდეთ. აი ეგაა რომ არ უნდა დაგვესწაროს, აი ძალიან სწორი დაალაგება დავიხვანებ იმაში რომ არასდროს დამკვეთთან დამკვეთა რომ გასაგზავნი გაქვს ვიდეოს რაღაც წაგეშლება გვიწევს ნერვიულობა, ეს აწავიდე და გვიწევს თავიდან რაღაცების გადმოტანა და უბრალოდ ერთ ფოლდერში შესაძლებლობა სანერვიულო არაფერი აღარ არის. არგით, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან თუ არ შეწუხდები და თუ დროს გამონახავთ წუთი და რაღაცა 30 წამია ჩემი პირველი ვიდეო მონტაჟია და მინდა რომ შეაფასოთ. თუ პრობლემა არ არის, ჩავაგდებ აქ. ჩავაგდებ ხალხთან ერთად და შევაფასებთ ყველა ერთად. კარგით, აი მე ჩაგდებას ვეცდები ახლა და ის მეკითხა. მანამდე მეც კიდევ ერთ კითხვას დავსვამ. როგორც მივხვდი After Effects-იც გაქვთ გამოცდილება და მაინტერესებს, ანუ უფრო კონკრეტულად რა განსხვავება After Effects და Premiere Pro შორის. გასაგებია, რომ იქ შეგვიძლია ანიმაციების გაკეთება, მაგრამ როგორც Premiere Pro-ში ვჭრით ვიდეოებს, ეგეც ხო შესაძლებელი არის After-ში. ანუ რა შეუძლია Premiere-ს მაგალითად ისეთი რაც After-ს არ არის. კარგი. მაშინ მოდი ჯერ მე გავხსნი და უფრო დეტალურად გავხსნი ყველას. Premiere-ის ხაზს გავხსნი ხა მე. თვითონ პროგრამას. და აგიხსნი რა განსხვავება After-სა და Premiere შორის, რომ უფრო დეტალურად გავიგოთ. თან Premiere-საც გავხსნი და თან After-საც გავხსნი. შევქმნით ფოლდერი. აი ზოგადად აი აქ იქნება ფოლდერი, ვარქვით სახელს, რაც აუცილებლად, ანუ ესეთ რაღაც არაზოა დავარქვათ, რაზეც მუშაობთ. მაგალითად დავარქვათ მეოთხე ღია ლექსია, რომელსაც მე ვატარებ. მე აქ ბრაუზერში ვუთითებთ, მე დესკტოპზე შევქმენი ღია ლექსია დღევანდელი, აქ ვქნით ისე ფოლდერს და ვარქვით Premiere-ს. რადგან Premiere-ის სამუშაო ფაილი იქნება აქ. აქ Premiere-ს ვარქვევთ, select folders. მე უკვე ხდება აქ არაფერს ზოგადად არაფერს არ ვეხებით ხოლმე. ეს ისა, ათელი გაიხსნა. აი ეს არის რენდერი, არის მაგალითად კუდა არის რომ თვითონ თქვენად გაქვთ ვიდეო კარტა, კომპიუტერის ვიდეო კარტათი დაარენდეროს. OpenCL არის რომ მაგალითად თუ გაქვთ AMD-ს ვიდეო კარტა, AMD-თი დაარენდეროს, მაგრამ Premiere-ში როგორც კი გახსნით, ეგრევე თვითონ ხდება Premiere-ი, რა პროცესორი, რა ვიდეო კარტა გაქვთ, რომ მაგ ვიდეო კარტაზე მოხდეს დაარენდერება. Display format არის time მაგათ რამდენი წამს შემოვიდეს, მაგათად time code გვიჩვენებს საათს, წუთს, წამს გვიჩვენებს თუნდაც რასაც ხა გავხსნით თვითონ ფოლდერში, აგიხსნით რაც მაქვს საუბარი. და ჩვეულებრივად აქ ყველაფერი რჩება როგორც არის და ვაძლევთ OK-ს. OK-ს მერე გამოგვიშთება. ეხლა მე მაგთან იმას ჩავთ, ანუ speaker-ზე იყოს. აი რაზეც საუბრობდი ეხლა თვითონ ღია ლექციაზე, კეთილ კითხვა არ დამავიწყდა, უჭრე გასაკეთებს. თან დეტალურად. აი მაგ ნახე color ჟვანო, რადგან ჩემი გვარია და ჟვანო ნახე რას ნიშნავს ეს. აი მინდა რომ კამერა ეხლა ავიღო და დაგანახე რა. აი მე მაგ აქ ეკრანი ნახე, აი აქ მაგ გახსნილი თვითონ სამუშაო სივრცე, მონიტორს ხაჩვენე ხო მაგო. და აი აქ მაგ სადაც თვითონ პროგრამას ხდება რა, ორ ეკრანზე მაგ გაკეთებული. ამ ორ ეკრანზე ხდება ჩვენი ესე რომ ვთქვათ ვიდეოს მონტაჟი უფრო დიდად უყურებს ამ ყველაფერს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია რომ მარტო editing-ზე გადმოვიდეთ, რასაც ჩვენ მოგვიძებს ხოლმე ზოგადად ყოფ. აი editing-ის დროს გამოგვიშთება ესეთი სივრცე. ესე სივრცე გამოგვიშთება ყველას. ეხლა შევიტანოთ რომელიმე ფოლდერი დამონე ვიდეო, რადგან უკვე დღევანდელ დღეს ვისაუბრეთ. აი აქ გვაქვს import media,
input media-ში შეგვიძლია ყველა მასალა რაც უნდა შემოვიტანოთ ყველაფერი შეგვაქვს აქ. მაგისთვის არის რომ ჯერ შევქმნით folders ვარქმევთ მაგალითად მთავარი ვიდეო. და ეს ფოლდერი მისით იქნება იქ სადაც ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, ანუ იმ ფოლდერ. არა. ეს ფოლდერი სადაც ჩვენ ვაკეთებთ, ის უკვე კომპიუტერის ფოლდერია და მანდაც უნდა შექმნა, მანდაც უნდა დაალაგო და ახაც უნდა დაალაგო. გასაგებია. რომ არასდროს არაფერი არ შეგოჩვენოს. თავარი ვიდეო უკვე დავარქვირო, თავარი ვიდეო ვარქვავ იმ შემთხვევაში, როცა მაგ თავარი კამერა დაყენებული. რომელიც თავარი კამერა არის, რომელსაც ეხლა მე მიყურებს. მარჯვენა კამერა არის, რომელსაც მარჯვენა პროფილს უყურებს და მარცხენა პროფილს მე მიყურებს ეხლა მარცხენა კამერა. ამიტომ ეგე დავარქვიო ხოლმე ყველაფერს. მარჯვენა კადრი და მარცხენა კადრი. ამასთან ერთად იქნება sequence. Sequence რას ნიშნავს? აი ეს რაც გვაქვს გაკეთებული, აქ წერია რომ timeline no sequence. ანუ sequence არა, რაზეც შეგვიძლია ვიმუშაოთ. Timeline ხო ვისწავლეთ თეორიულად, რომ როგორ შეიძლება აქ შემოვიტანო რაღაცები, დავადო და გავაკეთო. ამისთვის შეგვიძლია უბრალოდ აი ეხ კადრებს შემოვიტან. ესე საინტერესო კადრი მაქვს, რომელიც ტყუპები გადავიღეთ. გოგოები. მარჯვენა კამერაში შემოვიტანოთ. თეონას კადრი. ხალხია, თიას. ესე, აი ესე მაგ დალაგებული რომ ძალიან მარტივად, არასდროს არ გაგვიჭირდეს ამის მოძებნა თუ სად არის და მსგავსი რაღაცები. აი შემოვიდეთ. აი ეხა მაგალითად თავარი კადრი, ხოდში? თავარი კადრი, აი ეს თავარი კამერა რომ აქ შემოვიტანოთ. ახლა ჩვენი თავარი სეკვენსი გახდება ეს კადრი. აი C0323. მაგრამ თუ მაგალითად არის ხოლმე მომენტები რომ აქ მაგალითად ძალიან ბევრი ფოლდერი დალაგდა, აქ უკვე ძალიან ბევრი მასალა გვაქვს შეტანილი და გვიწევს რომ მომნახოთ ჩვენი სეკვენსი. სეკვენსის მოძიება ძალიან რთულია, იმიტომ რომ თუ გვაქვს ფოლდერში შენახული, მაგალითად ფოლდერში ჩვენი მთავარი სეკვენსი არის ეს. აი მაგალითად აქ რომ ეხა აი აქ რომ გქონდეს აი ეს ყველა მასალა რომ შევიტანოთ აი აქ რაც მაქვს გადაღებული. მიდავებოდოთ. აი ეხლა მაგ აქ ყველაფერი ესე დალაგებული. ჩვენი მთავარი სეკვენსი როგორც გითხარით არის C023. მაგალითად ეს შემთხვევით რომ ეს მოკვიდოთ ხელი და შემთხვევით აი წაგვეშალოს. აი შემთხვევით წაგვეშალოს. ვიცა? ეს რომ წაგვეშალოს, მთავარი timeline-ის სეკვენსი წაგვეშლება. ანუ რას ნიშნავს ეს? აქ რომ დალაგებული ქონდეს ერთი ვიდეო, ორი ვიდეო და უკვე ბოლოში იყოს გასწული და 2 საათი ვიდეოს აკეთებდე და C023 წაგეშალოს. ფაქტიურად ყველაფერი გეშლება. ამიტომ ჩვენ კადრზე რა უნდა შეიქმნოს სეკვენსი. კადრი იყოს ცალკე, ვქნით folders, ვავქმნით sequence და ამ sequence-ში შევდივართ და ვქნით აი აქ new item იქნება, new item-ის მაღლა sequence. ამოგვიდოს ესეთ folders. გადავდივარ setting-ებში, ესეთ ფანჯარად ამოგვიდო და აი აქ გვაქვს უკვე რაზეც უნდა შეიქმნოს ჩვენი sequence-ი. ეგ sequence-ი ჩავარდება ჩვენს რომელიღაც ფოლდერში, რომელსაც ჩვენ შეხება, აღარ გვექნება ამ შექმნის მერე და ჩვენი timeline-ი, სადაც მოგვიწევს მუშაობა, იქნება ამაზე დამოკიდებული. Editing modes custom-ზე იმიტომ ვაყენებ, რომ მომიდეს თვითონ საიზების შეცვლა, მაგალითად 3840, 2160 არის 4K გამოსახულება. თუ ჩვენ გვექნება 1080 ან 1920, ეს არის full HD გამოსახულება ოღონდ TikTok ფორმატში. თუ გვექნება 2160, 3840 პირიქით რომ იყოს ეს ყველაფერი გვაქვს 4K TikTok ფორმატში. მე რა თქმა უნდა ვქნი 4K-ს ჩვეულებრივ ფორმატში, time base FPS-ებს აქ ვქნი 25-ზე, რადგან მე FPS ნიშნავს იმას, რომ რამდენ წამში მოდის კადრი. მაგალითად მე მაქვს გადაღებული, რომელიღაც ჩემი კამერით გადაღებული 25 FPS-ი, თვითონ კამერის setting-ებში მაქვს მითითებული, ამიტომ კამერის setting-ებში რაც გვაქვს მითითებული, მაგ setting-ებით უნდა გავასწოროთ ჩვენი FPS-ი. მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცით და FPS-ით გაკეთებული, რომელსაც გაკეთებული თვითონ პრემიერის გეხმარება რომ თვითონ შეგიქმნას რამდენ წამიაზე იყოს, რამდენ წამში გინდა რომ მოდიოდეს კადრი. აქ ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს, რა შეგვიძლია რომ 30 FPS-ით იყოს გადაღებული, შეგვიძლია 60 FPS-ით იყოს გადაღებული და ამ ყველაფერს ჩვენ მოვარგებთ რა ამ ყველაფერს. აქ ყველაფერი იგივე რჩება, როგორც მე მაქვს გაკენებული და უბრალოდ ეხა ჩვენ sequence-ები დავარქვათ სახელი. ანუ მთავარი. დავარქვი ნახე ჩვენი sequence შეიქმნა. So, ეს folder-ი, sequence-ის folder-ი შევავწიოთ მაგალ და აი აქ ჩვენ შეხება აღარ გვექნება. აქ ჩვენ მაქსიმუმ შეხება გვექნება იმ შემთხვევაში, რომ ისევ new sequence-ი შექმნა მოგვინდა
და აქ უკვე მოგვინა ჩვენ Reels. Reels-ი დავარქვათ, მაგალითად, აქ იყოს 2160 და 3840. აქ იგივე ყველაფერი და დავაჭირეთ, ნახე? Reels-ის ფორმატი გავუკეთა და აი აქ გვაქვს ჩვენი სიკვენსები. Main-ი, რომელიც ესე გამოიყურება მთლიან ეკრანზე, გვაქვს Reels-ი. ესე შეგვიძლია დავალაგოთ. ეხლა მინდა გავცე ქეთამანის კითხვას. ბოდიში, ეხლა ანუ ორ ვიდეოს ერთად ვაკეთებთ თუ მაგალითად შეგვიძლია ჯერ მე თავარი ვიდეო დავამთავროთ. აქ გავაკეთოთ ჯორი ანიმაციები გავაკეთოთ და მაგალითად დამკვეთს აქ მოთხოვნა რომ მაგალითად აკადემიაში როგორ ვაკეთებთ. გვაქვს ხოლმე რომ ჩვენ გადავიღეთ ჯერ საიმიჯო ვიდეო როგორს გავაკეთებთ, ანუ თავარ ვიდეოს გავაკეთებთ და მე გავაკეთებთ Reels. მაგრამ ეს Reels-ი რა თქმა უნდა მიზუმული იქნება, რადგან ჩვენ თავარი ვიდეოსნაირად მაგ გადაღებული, ანუ მე მაგ თვითონ landscape-ით მაგ გადაღებული, მაგრამ ჩვენი აკადემიის მოთხოვნა რომ ეგ ვიდეო Reels-იც მინდა რომ Instagram-ზე დაიდოს. ამიტომ მაგიტო ვაკეთებ ხოლმე რომ ჩვენ თავარ ვიდეოს ვაკეთებ, თავარი ვიდეო იდება Facebook-ზე, YouTube-ზე და მე მაგ თავარ ვიდეოს Reels-ად გადავაკეთებ. აი ხა რას გულისხმობ, მაგერსაც განახებ, აი ნახე რენდერის ფოლდერი მაქვს შექმნილი, მაგ თავარი ვიდეო, მაგ Reels-ი. მოდი ორივე შევიტანოთ. ორივე ერთნაირი ვიდეოა. ზუსტად ორივე ერთი წამის ვიდეო, ეხლა თავარი ვიდეო შევიტანე და მოდი Reels-ი დავადოთ ზევიდან. ნახე, მე უბრალოდ აქ ეს იმიტომ არის პატარა, რომ აქ ლოგოს ანიმაცია რაც აღარ გაკეთებული, ეს უბრალოდ დაპატარებული მაგ და მაგ 4 წამიანია ზოგადად ეს ვიდეო ლოგო და TikTok-ზე მაგ გაკეთებული 2 წამიანი. ეს განსხვავება, ნახე, თავარ ვიდეო თუ ჩვენ გვინჩას თხრიან ეკრანზე, ანუ შენობა დავხატეთ, რომელიც ლოგოსთან ერთად სხვა სამყაროდან დადგმულია. განსაკუთრებით social-ing-ის ლექსი. მაგრამ ნახე Reels-თან როგორა, აი მაგალითად ეს ანიმაცია რაც ეხა აქ ამოვიდა. ლიერობდა თავისუფლად აი აქ ეს ნახე განსხვავება. ხატავდი, იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორი იქნებოდა გარემო, სადაც პერსონაჟი თავს ლიერობდა თავისუფლად იცნობდა. მე იაპონური შენობა დავხატე, რომელიც ლოგოსთან ერთად სხვა სამყაროდან დადგმულია. განსაკუთრებით აი ეს გამორჩეული ლექსია პრემიუმაში თვითონ Reels ფორმატში არ გამომიყენებია. მოდი Reels ფორმატი გადავიტანოთ ჩვენ Reels გაკეთებულ ზომაში, სადაც მაგ გაკეთებული. ნახე, რამდენად მიზუმული. მოდი ამ კაცო შეხედო. ნახე, რამდენად გაშლილია ყველაფერი, გადავიდა Reels-ზე, ნახე, რამდენად მიზუმული, ანუ მოჭრილი. მაგავს გულისხმობ, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ ეს ჩვეულებრივად დიდად გამოჩნდეს ყველაფერი, მაშინ ჩვენ შეგვიძლია რომ თვითონ კამერას სანამ გადაღებას დავიწყებთ Reels ფორმატში გადავაწყოთ კამერა. და Reels ფორმატში მოგვიდეს მაგის გადაღება. ნახე, რამდენად მიზუმულია. აი, მაგალითად, აქ თავარ კადრში, სადაც ორივე მიჩანს. მაგალითად, აი სად მიჩანს ორივე. აი, აქ მიჩანს ორივე. აქ ორივეს ფიზიკურად ვერ გამოვაჩენ. აი, აქ მაგ გაკეთებული რომ მარტო ერთი ადამიანი ჩანდეს. ნახე, აი, ეს ლოგო ჩანს მარტო. იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ადგილი აღარ მაქვს. ოღონდ აი, ცალკე მაქვს მიზუმული რომ ეს Reels-ად დაიდოს ყველაფერი. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ ყველაფერი ისე გამოჩნდეს ორივე ჩანდეს, კარგად ჩანდეს, მაშინ თავიდან გადაღებამდე უნდა გადაეწყოს Reels-ად კამერა. აი ესეთი ესე გავცნობ პასუხს. აქ შეგვიძლია main ტიტრებზეც რო გითხრა როგორ აკეთებ მოკლედ. ტიტრებსაც ყველაფერს გეტყვით. ახლა რას ნიშნავს ზოგადად რა განსხვავება პრემიერში და After-ს შორის. ნახე, პრემიერში ძალიან დეტალურად გვაქვს ხმა. აი ძალიან დეტალურად. აი ეს უკვე ხმებია რა, მაგალითად ეს არის აი ეს შეიძლება პიკები იყოს, აქ შეგვიძლია რომ ამ ხმებს მოყიდოთ ხელი, ოდნავ დაუწიოთ, აქ მე მოყიდოთ, ოდნავ მაღლა ავუწევთ. აი ძალიან დეტალებში ვერ ყურებთ ამ ყველაფერს, მაგრამ After-ში ხმას არ გვიჩანს საერთოდ. After-ში გვიჩანს უბრალოდ ხაზი. ნავის დაში რომელი რაღაცა გავხსნით, აბა აი ესეთი ხაზებია რა. ხო ჩანს ეკრანი After-ის. აი ესეთი ხაზები გვაქვს. აი სტანდარტულად გადმოვიტანოთ ანიმაციას განახოთ მეორე ეკრანს უნდა გახსნით. აი ესეთი ანიმაცია მაქვს გაკეთებული, პატარა მოუშენი, პატარა ამოვიდა ესეთი რაღაცები. აი ესეთი ანიმაცია უბრალოდ ხაზები ჩანს. აი აქ როგორც პრემიერში გვიჩანს პიკები, აი ხმები, გვიჩანს კადრი, უყურებთ აი აქაც შეგვიძლია Reels ფორმატში რა თქმა უნდა, იქაც შეგვიძლია Reels ფორმატში გაკეთება, იქაც ფორმატები ძალიან უამრავი გვაქვს. მაგრამ აი ესე დეტალურად რომ ხმები აი ეს რაღაცები იქ უბრალოდ ესეთ ხაზები გვაქვს და შეგვიძლია რომელიმე აუდიო შევიტანოთ, მაგრამ უბრალოდ ხმას გავიგებთ, თორემ თვითონ პიკები რამდენზე აწეული ხმა მაღალია, ხმა დაბალია ვერ გავიგებთ. აი აქაც ნახე, აი ამ ნაწილში, აი აქ რო უყურო, ნახე. განსაკუთრებით რომ არაა გადამწვარი ხმა. ეხლა ჩვენ რო ეს ავწიოთ, მაგალითად 50-ზე ავწიოთ, ნახე. ეხლა ძალიან ხმაური იქნება, ნახე.
ახე ანუ პიკებია, რომ გადამწვარი ხმა, საერთოდ ხმა აღარ გავიგებთ და წითლად არის. ანუ სტანდარტულად უნდა იყოს, ახე პარამეტრი და წითლად გადადიოდეს, რა ის და აი ამ ეტაპზე უნდა იყოს, რომ სულთად ლამაზად და ხმა მაღლა გავიგოთ ხმა. კიო, მაგის გარდა ზოგადად აი ის რომ ვთქვათ, რომ Afterში ხო არ ამონტაჟებენ ესე ანუ ხო და ეგ ნაწილი უფრო აგვიხსენი რომ Afterში მონტაჟი რა დონეზე შეიძლება და რაშია შეზღუდული რა ამიტომ არ ცალ-ცალკე პროგრამა სპეციალურად ერთი ანიმაციისთვის არის მეორე არის მონტაჟისთვის ხო რაღაცა პრემიერში უფრო მეტად შეიძლება ვთქვათ იგივე სხვა რაღაცებზე მუშაობა მაგრამ ანიმაციების დონეზე ბევრად ლამაზი და დინამიური და მოქნილი რაღაცების გაკეთება შეიძლება Afterში სამაგიერად ხო რა თქმა უნდა მე ხა კეთევანის კითხვა იყო თუ შეგვიძლია პრემიერს არის დავამონტაჟოთ მაგას ვეცადი რომ ამომწვროთ გამეცა პასუხი მაგრამ რა თქმა უნდა მოუშენი არის ისეთი რაღაცა რომ აი მაგათაც ჩვენი ვიდეო მრავალფეროვანი გახდეს მაგისთვის გვეხმარება After თუ ჩვენ რომ YouTube Apps უყურებთ ან Hungry Man-ი თუ იცით აი ზუსტად 5 წამში იდენი ანიმაცია გაკეთდება ეს პრემიერში არ გაკეთდება ეგ ხდება Afterში ხდება მოუშენის გაკეთება Afterში ხდება ბევრი რაღაცა ელემენტების შემოტანა დამასკვა ისე რომ ვთქვათ აი თუ CapCut-ში გამოიყენებთ ხოლმე მაგალითად CapCut-ში ხო შეგვიძლია რომ თქვენაირი თქვენაირი ერთი გადაღებული ადამიანი სამად გამოვიტანოთ რომ სამი კადრი იყო და სამად ჩანდეს ერთიანი ადამიანი აი ეს ხდება პრემიერში შეგვიძლია მაგის დამასკვა მაგრამ After-ში უფრო დეტალურად ხდება შეგვიძლია რომ After-ში უფრო დეტალურად მაგალითად მანქანა მიდის და მანქანაზე სევით რაღაცა წარწერა გაყვეს როგორც მანქანა მიდის წარწერას გაყვეს პრემიერში შესაძლებელია მაგრამ After-ში უფრო გამარტივებული, უფრო სერიოზული პროგრამაა, რომ მსგავსი ანიმაციები, მსგავსი მოუშენები After-ში გავაკეთებ. ამიტომ თუ ზოგადად დაგაინტერესებთ After-ის სწავლა, ჩვენ ყავს ძალიან მაგარი ლექტორი ლევან ზაზარაშვილი, რომელსაც მეც გავიარეს კურსი. მე ასისტენტი ვიყავი ლევანის და ძალიან ბევრი მოუშენი მასწავლა, ძალიან ბევრი ტიტრების ანიმაცია მასწავლა და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცებს აგიხსნით. რითი დაწყება ჯობია ესე? ამასაც ვიყავ. ჯობია რომ პრემიერი დავიწყოთ. რადგან After-ი პრემიერში ზუსტად ისეთ რაღაცებს ისწავლით, რაც მე After-ში უკვე ფაქტურად 20% ასწავლი გაქვთ. მე უკვე აი მე რომ After-ი დიდად არ ვიცოდი, ლევანის როცა დავიწყე რაღაცები, რასაც ხსნი და ეს კურსში ვამბობდი ხოლმე, ეს ვიცი, რასაც ვფიქრობდი რომ ვიცოდი. არის ხოლმე მომენტები რომ მაგალითად მაგამდე სამ ლევანის კურსს გავუვლიდი, მქონია ფიქრი რომ ეს როგორ გავაკეთო, ლევანის დაუსვი კითხვა და დაუღალავად ამეხსნა ყველაფერი რომ ეგ მე გამიგო და დავიმახსოვრე. თუ არ დამამახსოვრდა დაწერილი მქონდა ღია ლექსია, რომელსაც 3 თვე გაგუგზავნა და მქონდა სულ. ხო, სირთულითაც ხათაშორის After-ი უფრო რთული არის და მან ისე გვაქვს დაალაგებული რომ კვირაში მხოლოდ ერთი შეხვედრა არის. აქედან გამომდინარე დავალებებისთვისაც მეტი დრო არის მიცემული სტუდენტებისთვის. უშუალოდ გიოს შემთხვევაში კვირაში ორჯერ ტარდება. ხო, კვირაში ორჯერ სამშაბათო. დავალებები აქაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მართლა ანუ ინტერფეისის და ფუნქციების დონეზე უფრო მარტივი არის სასწავლად. ისედაც ანუ რასაც მე უკვე Premiere Pro-ში ვერ გააკეთებთ და უფრო ლამაზად და დინამიურად მოგინდებათ გაკეთება, იგივე ტიტრები იქნება თუ აი სტუდენტებთან ეხლა რომ ამოდის პატარა ანიმაცია კურსის შესახებ და რაღაც რომ აწერია, ხო? ეს 1000-ნაირად შეიძლება After-ში კიდევ უფრო რთულად და ლამაზად გაკეთდეს. ეს ეხლა მარტივად არის, იმიტომ რომ თვითონ Premiere Pro-შივია მოცემული, ხო გიო? კი. იგი არის. ნუ თანამდებობაში მეც პირადად ასე გირჩევ. ძირითადად გრაფიკული დიზაინერები სწავლობენ After-ს, რომელიც ვთქვათ Adobe-ის მაგ პროგრამაში ინტერფეისში არის შეჩვეული და იცის რა და როგორ ხდება და After-ში გადადის და უკვე ანიმაციას სწავლობს, ან Adobe Premiere Pro იცის და უკვე უნდა რომ უფრო თავის ვიდეოები უფრო მაღალ საფეხურზე გადაიყვანოს, უფრო ლამაზი გახადოს. ჯერ ერთი ორი პროგრამა როდესაც იცით თქვენ პროექტები რომ აი ესეთი უფრო ეფექტური არის, უფრო მაღალანაზღაურებადი ხართ, იმიტომ რომ ორივე პროგრამაში შეგიძლიათ მუშაობა და ეფექტური პროექტების გაკეთება. Okay. რაც გიჩვენეთ პირველს რომ ჯერ პრემიერი გაირო და მე After-ზეც ყველაფერს დეტალურად ისწავლე. ფათაშორის გიო, როდის იწყება შენი უახლოესი ჯგუფი? ახლა არ იწყება მალე? 15-ში მგონი. 15-ში. Okay. 15-ში იწყება გიოს ჯგუფი, კურსი ტარდება სრულად ფიზიკურად, ოღონდ ონლაინაც ავტომატურად, ვინც თქვა თბილისში არ იმყოფება, ანუ საზღვარგარეთ არის, ონლაინ ჩვეულებრივად პარალელურ რეჟიმში, ლაივში ესე გადაიცემა და ჩართვასაც მოახერხებს, ეკრანის გაზიარებასაც მოახერხებს და ასე შემდეგ. თუ შეიძლება, გიო, ხო, ტიტრებზე გადაგვრჩა ამ ნაწილში მგონი.
კომენტარი გასაკეთებელი და მე შორენას აქვს ვიტრანსფერის ლინკი ჩაგდებული და მაგასაც და მე მულტიკამერა და დასინქრონება უნდა ახსნა. კი ბატონო, ხო ძალიან საინტერესოა, მეგობრებო, ნახეთ რამდენად მარტივად კეთდება ესეთ სერიოზულ პროგრამაში 3 კამერით და მეტი კამერით გადაღების შემთხვევაში მასალა. ხო, აი, მოდი, იტყვის გავცეთ პასუხი. მაშინ არ შევკეცავ ამ ყველაფერს. კიდე ერთ რამეს ვიტყვი, რომ აი დიზაინის ნაწილში, After-ში მაგალითად მეგობრებო, არის 3D ვიზუალის 3D ანიმაციის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ სპეციალურად 3D ანიმაციისთვის სხვა პროგრამები არსებობს. ამიტომ აი ეს არ უნდა გამოფრჩეს, რომ სპეციალური პროგრამები რაღაცა მახასიათებლით ხაზგასმულად კონკრეტული რაღაცისთვის უფრო უკეთ არის დამუშავებული და ფუნქციონალი, გაუმჯობესებული და ეს ვერსიებიც რაც არის წლიდან წლამდე, მოკლედ ამის მიხედვით იცვლება ხოლმე და როგორც თქვათ იგივე Photoshop-ში და Illustrator-ში რაღაც მარტივი ანიმაციის გაკეთება შეიძლება, უფრო სერიოზულ დონეზე უკვე After-ში აკეთებენ ხოლმე ანიმაციებს. მოკლედ ამ პროგრამებს, Adobe-ის პროგრამებს თითოეულს აქვს სხვადასხვა ეს მსგავსი შესაძლებლობები, მაგრამ სპეციალურად ერთზე ხაზგასმით არის შექმნილი ერთ შემთხვევაში Premiere Pro, მეორეში After-ი, Audition და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მაგალითად როგორ ხდება პირველი დასინქრონება გავაკეთოთ. ჩვენ პირველი დასინქრონება არის რომ თავარი კამერის კადრი შემოვიტანოთ. ნახე, აი ესეთი warning-ი თუ ამოვაგდო, ესე რას გვეუბნება ჩვენ, იცი რომ ჩვენ ხო სიკვენსი შევქონეთ 3840 2360. ეს გვეუბნება რომ გინდა რომ მოგირგო შენი კამერის სიკვენზეო? რა თქმა უნდა არ მინდა. სიკვენსის მოგირგო, მინდა რომ იმის სიკვენზე იყოს, რაც ჩვენ შევქმნით რა. ამიტომ მივცემთ keeps. აი მაგალითად გვაქვს ესე, არის 20 წუთიანი მასალა, მე ამას ზევიდან ჩვენ დავადებთ მარჯვენა კამერის კაცს და ამას ზევიდან დავადებთ კიდე მარცხენა გოგოს კამერის კაცს. აი ესე 4 კამერა ზევიდან დავადეთ. ზევიდან პრიორიტეტი არის ეს კამერა. ამის მე პრიორიტეტი არის მე გამოვიწევი და ეს გოგოს კამერა და მესამე პრიორიტეტი არის თავარი კამერა. ეხლა თუ არ დაასინქრონა, ეგეც საინტერესო იქნება, რომ მაგალითად ამ ერორის არ დასინქრონების მერე რა ხერხი შეგვიძლია გამოვიყენოთ. პირველი არის რომ მარჯვენა კლიკი, მაგრამ რაც თავარია, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ მაგალითად ხო 3 კამერითთან გადაღებული, 3-ვე კამერას უნდა გქონდეს ხმა ჩართული. მაგალითად თავარ კამერაზე მაქვს DJI-ის მიკროფონი დამაგრებული, რომელიც სულთა ხმა და ამ ხმას ვიყენებთ. დანარჩენი ხმა არის უბრალოდ ბექგრაუნდის ხმა. დასინქრონების მერე ეს ორი ბექგრაუნდის ხმა იშლება. დასინქრონება და გვჭირდება, რადგან პრემიერი მიხვდეს რა დროს, რა საუბრობს, რომ თვითონ მარტივად მოხდეს, რომ ეს ვიდეო დასინქრონდეს რა. ამიტომ ყველა ვარიანტში უნდა იყოს ხმები ჩართული. თუ რომელიმე კამერაზე ხმის ჩართვა დავავიწყდა, ფათოლო მაგ კამერაზე ვერ დაასინქრონებ და მაგის გამოსწრება მოგიწევთ, რომ პირის მოძრაობით დავამტკბოთ ჩვენ ხმას რა. რასაც ლაპარაკობს, ის მომენტი მოვძებნოთ ჩვენს არ ჩართულ ხმაზე და ეგ დავამტკბოთ თვითონ ვიდეოს და მე თუ მაგას დავამტკბო, შეიძლება მთლიანი ვიდეო დაიმტკბოს რა, ესე ვქო. აქ რა თქმა უნდა 3-ვე კამერაში 3-ვე ხმა ჩართულია. ერთი დასინქრონება არის რომ მარჯვენა კლიკი ამოვიდევ სინქრონს, დავაჭერ სინქრონს და აქ გვაქვს აუდიო, რომ აუდიოთი დასინქრონდეს და გვაქვს პირველი. პირველი არის ის რომ მთლიანი პირველი მასალა ერთად დაასინქრონოს. ვიწერთ OK-ს. აქ არის კლიპს და კლიპენდი დასაწყისი დაასინქრონოს, დასასრული ეგ არ მისინქრონოს ხოლმე სულთან და კარგად აუდიოთი მინდა რომ მარტო ხმებით გამისინქრონოს. OK-ს მივცემთ. ნახე, არანაირი ერორი არ მოვაგდო, კადრები გადალაგდა, გადმოვაგდო და უკვე დასინქრონებული. შეგვიძლია რომ ეს დასაწყისი ესე მოვჭრათ, საერთოდ აღარ გვჭირდება, ეს ესე მივაერთოთ და მოვნიშნოთ ყველაფერი ერთად. შორტკატი გვაქვს L-ი, Ctrl L-ის მერე, ნახე, ყველაფერი თალკე დაიყო. ან Ctrl L-ამდე ნახე, ყველაფერი დაგრუპული გქონდა. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ Ctrl L-ი აღარ გავახსენოთ და მოვნიშნოთ ეს ყველაფერი მარჯვენა ყელაკი და იმეებს. უბრალოდ მეცა unlink პოზიციაში unlinks მივცეთ და ყველაფერი ცალ-ცალკეა. ამ ხმებს რომელიც დავუწევ სწორ შლით და გვაქვს ცალ-ცალკე ეს ხმები ყველაფერი ერთადაა დასინქრონებული. რომ ნახოთ ეხლა რომ დასინქრონებულია დავამტკბეთ, ხე? ეს ის გოგოლაპარაკობს. მე გავთიშონ, ხე? ჩოლება დასინქრონებული არის და შეგვიძლია უკვე editing-ი გავაგზავნოთ. მეორე ვარიანტი გვაქვს. დავშალოთ ეს ყველაფერი. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და საინტერესო რამ, რაც ეხლა ძალიან გაგიკვირდებით. შემოვიტანეთ თავარი კამერა მარჯვენა მარცხენა. ეხლა ვქმნით folders და ვარქმევთ
multi-კამი. ამ multi-კამში უნდა შევიტანოთ პირველი კადრი, რომელიც დასინქრონებული გვაქვს, კი არა, უბრალოდ რომელიც შემოტანი გვაქვს, შემოვიტანეთ შემოვიტანეთ. აღარ კოპირდება. ისე ახლა აი ეგეთ მომენტები გექნება, შეიძლება Ctrl+C-ს დააჭირეთ და აღარ დაკოპირდეთ, ამიტომ მაგისთვის გვექნება რომ მივიდეთ, მარჯვენა ხილაკი გავაკეთოთ და აქ გავაკეთოთ copy. დავაკოპირეთ, გადავედით multi-კამში და გავაკეთოთ ფასტი, ჩვეულებრივ ჩავარ და მე მარჯვენა კამერა ისევ დავაკოპიროთ. ისევ აქ ჩავაგდოთ. მარცხენა კამერა ისევ და აქ შევიტანოთ. გვაქვს სამი კამერის კადრი. როგორ უნდა გავაკეთოთ multi-კამი დასინქრონებ. ნახე, მოვნიშნოთ ყველაფერი ერთად, მარჯვენა ხილაკი და create multi-კამერა. დავაჭერეთ create multi-კამერას, ამოგვითო ესეთი ფანჯარა. აქ გვაქვს რომ ასახელი დავარკვეთოთ, დავარკვათ. პირველი სინქრონი. აქ ყველაფერი იგივე რჩება, იგივე რაც იქ გვაქვს მითითებული, აუდიოთი დასინქრონდეს. პირველი ავტომატიკით რომ ავტომატურად დასინქრონოს, ყველა კამერა რომ დასინქრონოს. აქ აუდიო ჩანელი ავტომატურად რომ ყველაფერი ერთად დასინქრონოს. მოალდებთ OK-ს. ველოდებით რამდენი წამი. აქაც არაფერი ერორი არ მოვაგდოთ და აი აქ გვაქვს დასინქრონებული. ჩვენ დავატოვებთ პირველი სინქრონი, მაგრამ ჩვენ არ გვინდა რომ ეს C რაღაც სახელი მოყვეს, ამიტომ ერთხელ ჩავაჭირეთ და დავარქვათ აქ პირველი სინქრონი. მოვყიდეთ ხილნეხი, ნახე, აი აქ როგორც კი ფოლდერში შევვალთ, აი აქ ყველაფერი გალურჯებულია, ლამაზად დასინქრონებული არის. ამიტომ multi-კამერაში მოვყიდეთ ხელი და შემოვიტანეთ. აი აქ გვაქვს ესეთი რაღაც. გვაქვს ერთი კადრი, აქ მეორე და მესამე კადრი არ გვიჩანს. ამიტომ აქაც Ctrl-L მოვაშოროთ და ეს წავშოროთ. ეს არის რომ ყველა ჩვენი მასალა არის დაგრუპული. ამიტომ ეხლა განსხვავება ხედავთ რომ ისევ ერთი კამერა, მაგრამ ამას განსხვავება არის ის რომ გვაქვს ესეთი პატარა აიკონი, toggle multi-კამერა. მაგრამ ეს აიკონი თუ თქვენ არ გიჩანს პრემიერში, გვაქვს პლუსის ღილაკი და ამ პლუსის ღილაკში გვაქვს ესეთი აი პატარა აიკონი, შეგვიძლია მოვყიდოთ ხელი, დავაგდოთ და მივცეთ OK-ს. ამის დაჭერის მერე გამოგვიშლება სამივე კამერა. ერთი კამერა, ორი კამერა, სამი კამერა, სადაც ჩვენ ამ ყველაფერს ერთად ხედავთ. აი აქ თუ ჩვენ წინა დასინქრონებული გაიხსენეთ, თუ წინა დასინქრონებულში გვაქვს ჩვენ ეს ერთი timeline-ის ხაზი, მეორე და მესამე და გვიწევს რომ იქ ერთი კამერა გავთიშოთ, რომ მეორე კამერა გამოჩნდეს, მესამე კამერა გავთიშოთ, რომ თავარი კამერა გამოჩნდეს, აი აქ არა. აქ გვაქვს ყველაფერი ერთად. პირველ რიგში ვიდეოს დავჭრით, ტექსტის მიხედვით, რა ტექსტის ჩვენ წინა ეხეთ განახეთ, მაგ ტექსტის მიხედვით დავჭრით, დავალაგებთ და მერე უკვე მიდის კამერების ცვლა. მაგალითად, როგორ ხდება? მიდის კამერა. ეს გოგო ლაპარაკობს, ცოტა ხანი გავიდეთ რომ ჩავრთე. ოდნავ გავიდეთ რომ ჩავრთე ეს. ნახეთ, წითლად რადგან არის საშინაური მობილი წითლად, ესე იგი ეს კამერა მიდის რა. მერე ჩავრთე ეს. რა გავაჩენ, ნახე, აი აქ უკვე დამიჭრა. ჩამიჭრა, ნახე, აქ ვიჩვენებს ანუ ეს არის სამე კამერა, აქ არის ის, რასაც ჩვენ გვიჩვენებს. ესეთი რაღაცას გვიჩვენებს, მერე გადმოვდივართ. აქ გვიჩვენებს რომ თავარი კამერა გვაქვს ჩართული, გადავდივართ აქ, რომ ისევ ამ გოგოს კამერა ჩართული. შეგვიძლია გავაგრძელოთ, ჩართოს ამ გოგოს კამერა, ისევე ჩართოთ, ისევე ჩართოთ, აი დავჭრათ რა, ბევრად დავჭრათ რა. ნახე, აქ უკვე დაჭრილი მაქვს. აქ უკვე მიჩანს ნახე, ეს გოგო, მერე აქეთა გოგო და ესე მაგ დაჭრილი. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ მაგათ ვიდეოს უყურეთ, კარგად დავაკვირდით და მე თუ გვინდა რომ მაგათად აი აქ, სადაც ეს გოგო ჩანს, მინდა რომ აქ თავარი კამერა არ იყოს, მინდა რომ ამ გოგოს კადრი უნდა იყოს. მაშინ არ უნდა მიდიოდეს კამერა. კამერა თუ მიდის და ჩააჭერეთ, მაშინ აქ ჩაგიჭერს. ამიტომ გაჩეულ კადრზე მივალთ, გაჩერებულ კადრზე დავაჭერეთ. გათეთრდება და ავრჩევთ აი ამას. თორემ შეიცვალა აქაც რა. აი ეს ამ multi-კამერა. მაგრამ კითხვა გაგიჩნდებათ ეხლა, სად წავიდა ის სამი კამერის გადაღებული კადრი? ეგ წავიდა იქ რომ ორჯერ აქ Ctrl-ს დავაჭერთ, ორჯერ კლიკით, გადავდივართ ჩვენ დასინქრონებულში, სადაც გვაქვს ჩვენ დასინქრონებული, რაც პირველ დასინქრონებულში გვანახეთ. Main-ში როგორც გადამოვალთ, აქ გვაქვს ეს კადრი. მაგრამ რატო აქვს ცალ-ცალკე ესეთ კითხვა გაგიჩნდებათ, აბა და გაგცეთ მაგ კითხვაზე პასუხს, რომ ნახე, თუ ჩვენ გვინდა რომ თავარ კამერას ფერი დავადოთ და აი აქ, აი ამ მწვანეს, რაც გვაქვს ხაზი, აქ ფერი დავადეთ, მაშინ დაიდება სამივე კამერას ფერი. აქ სამივე კამერას ფერი ერთნაირ ფერს ვერ დავადეთ, რადგან თავარი კამერა არის გადაღებული Sony A7-3-ით. მარჯვენა და მარცხენა კამერა არის გადაღებული Sony A6400. ამიტომ სხვადასხვა ფერების ახლა კამერებს.
ამიტომ ჩვენ ორჯერ დაკლიკებით შევდივართ აქ, ამ კადრს ვადეთ თალკე, ამას გავთიშოთ რა თქმა უნდა რომ კარგად ვნახულოთ, ამ კადრს დავადეთ ფერს, აქ საერთოდ არ ვეხებით, არც ჭრით, არაფერს არ ვაკეთებ საერთოდ. ეს ისე რჩება, სულ რომ 10 დღე ამონტაჟებდეთ ვიდეოს. მაგრამ ფერების დადება როცა მოგვინდება, უგულე რომ აი აქ ამას დავადოთ ფერი, მერე მეორე კამერას დავადოთ ფერი, მერე მესამე კამერას დავადოთ ფერი და ფერების დადების მერე აი აქ ამას როგორც გითხოვდა, სამივე კამერა თავის ფერი დადებული ექნება. იმის კითხვა ხო არ გაქვს ამასთან დაკავშირებით? არ გვაქვს. და მოდი ჩვენ გავაკეთოთ მესამე დასინქრონება, რომელიც ეგ არის მე ვეძახი მაგას რომ ყველაფერს გისინქრონოს საერთოდ. არის პროგრამა Plura IZ 4 გაგვიხსენს ერთ-ერთ ფოლდერს და აქ მოდამ ვნახოთ ჩვენი კადრები, რაზეც ჩვენ გვაქვს სადაც გვაქვს ეს კადრები შენახული, რასაც ახლა ვაკეთებდით. ხათიებით ეონა, თავარი კადრი. მოვიტანეთ. მე ისევ more media თეონას კადრი. ისევ თათიას კადრი. აქაც რა თქმა უნდა ყველა ხმა უნდა იყოს ჩართული, აქ თუ ხმა არ გაქვს ჩართული და საერთოდ სიჩუმეა, ეს კი არა ვინამე ვერ დაგისინქრონებს საერთოდ და სინქრონიზაციას მივცემთ, დავალოდებით და გავურჯდა. თუ გაწეთლდა, მაგ შემთხვევაში ვსო, გაწეთლდა და ფიზიკურად აღარ დასინქრონდება, იმიტომ რომ გეუნება რომ აი აქ ვერ დავასინქრონებ, იმიტომ რაღაცა შეცდომა. თუ ეს გავურჯდა, მაშინ დასინქრონებული. აი ეს გავურჯდა, ყველაფერი დაასინქრონა. ამ შემთხვევაში როგორ ხდება პრემიერში შეტანა? Export timeline, save to files. ეხლა ალბათ აი ამასაც კი უნდა შევუცვალოთ სახელი. აქაც კი უნდა ჩააგდოთ. ახლა ეს თვითონ Plura-ი გეუბნება რომ დოკუმენტის red თავის ფოლდერში უნდა ჩააგდო, მაგრამ არ ჩავაგდოთ აქ. აი მოვნახოთ ის, სადაც ჩვენ გვაქვს, ჩვენ შევქმნით დესკტოპზე ღია ლექსია დღევანდელი. აქაც დავარქვათ სახელი დასინქრონებული. დავაჭიროთ აი ამ C რაღაცას დავარქვათ მთავარი ვიდეო saves და export. ამომიგდო აი აქ. ამის ჩაკეთვა რომ მოგინდეს გათიშვა, აქ მოგწევს რომ თვითონ ფაილი დავასეივოთ, იმიტომ რომ ფაილი შეიძლება რომ მე ფაილი გახსნა, რაღაცები შეყავო და თავიდან დაასინქრონო რა. Save files, მოვნახოთ. Desktop-ი, ლექსია, დასინქრონებული, დავარქვათ აქაც ფაილი. ესეც გაითიშა. მე ხა ამას გავხსნი პრემიერს. გავხსნი ჩვენ თავად იმას და აი აქ შემოვიტანოთ ჩვენი აი ეს თავარი ვიდეო, რასაც დავასინქრონოთ. მოკვიდეთ ხელი, დავაგდეთ და ხაინ დავეროდეთ. ახლა იგი რა ჩვენ დასინქრონებული, ამასაც დავარქვათ სახელი. თავარი ვიდეო და ორჯერ დაკლიკებით ჩვენ დასინქრონებული გვაქვს. ოღონდ პირველ ვარიანტი გვისინქრონებს, მულტიკამერას არ ასინქრონებს. ამას გავთიშავ და ჩოლება დასინქრონებული გვაქვს და იგივენანაირად როგორც პირველ დასინქრონებას გასწავლეთ, მულტიკამერას აღიხსენეთ, მესამე დასინქრონებას გასწავლეთ.